მე ვარ მარიკა ხარატიშვილი, ვცხოვრობ ხარაგაულში, ვარ ქალი მეწარმე. ჩემი საქმიანობა შეადგენს ფოტო-ვიდეო სალონს. ეს არის ფოტო-ვიდეო მომსახურება, ბეჭდვითი მომსახურება, სუბლიმაციური მომსახურება და ასევე ვცდილობთ სუვენირების შექმნას ხარაგაულზე. ორგანიზაცია ქალები ქვეყნის მომავლისათვის რამდენიმე წლის წინ ამ ორგანიზაციას ჰქონდა პროექტი მეწარმე ქალებისთვის მზის პანელების, მზის ენერგიის დაყენებასთან დაკავშირებით და ერთ-ერთი მონაწილე ვიყავი მეც. ჩავერთე ამ პროექტში დიდი სიხარულით, რა თქმა უნდა. ნებისმიერი დახმარება და ხილის გამართვა ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში მცხოვრები ქალი მეწარმისათვის და მით უმეტეს ეს თუ გადასახადების დაკლებას გულისხმობს, რა თქმა უნდა, კარგია. ეს მზე ისედაც არის, ხო? და თუ კი ამას სათავისოდ გამოიყენებს ადამიანი, ამაზე კარგი რა უნდა იყოს. პირიქით მე ვფიქრობ, რომ ყველა სახურავზე ეს უნდა იყენოს და ამის ხელმისაწვდომობა უნდა გქონდეს ჩვენ, რომ მზის ენერგია მოვიხმაროთ და გამოვიყენოთ ოჯახისთვის, ბიზნესისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე ახლა რომ ხედავ ხოლმე უკვე სკოლების, ბაღების და ასე შემდეგ სახურავებზე ამ მზის პანელებს, უკვე მიხარია, ესე იგი საქართველოშიც შემოდის ეს მზის პანელები და ასე თუ ისე ხელმისაწვდომობა ალბათ ჩვეულებრივ მოსახლეობაშიც გავრცელდება ალბათ და იქნება ამის იმედი მაქვს მოკლედ. გამომდინარე იქიდან, რომ ენერგეტიკას აქვს ყველაზე დიდი წილი სათბურის აირების გაფრქვევებში, საქართველოს შემთხვევაში მაგალითად 60% მოდის ენერგეტიკის სექტორზე, მნიშვნელოვანია, რომ დაინერგოს და განვითარდეს ენერგიის განახლებადი წყაროები, ისეთი როგორც არის ქარის, მზის, ჰიდროენერგია, გეოთერმული ენერგია და ასე შემდეგ. განახლებადი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარება საქართველოში დაწყებული პროცესი არის უკვე, რომელიც მიმდინარეობს, თუმცა უფრო სწრაფი ტემპებით მათ განვითარებას აფერხებს შემდეგი ბარიერები. ერთი ის მხრივ, რომ ეს ენერგიის ტარიფები, ენერგიის ფასები საქართველოში ელექტროენერგია იქნება, ეს ბუნებრივი გაზი იქნება, შეშის ფასი იქნება, სუბსიდირებულია და შესაბამისად ეს არაკონკურენტულს ხდის თანამედროვე განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების, ენერგოეფექტურობის ღონისძიებების გატარებას, როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომერციულ და საჯარო სექტორში, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც თქვათ ამ კუთხით. და მეორე, რა თქმა უნდა, ეკონომიკური გაჭირვება, ვთქვათ, მოსახლეობის, იმიტომ რომ საყოფაცხოვრებო სექტორში ამ ტექნოლოგიების დანერგვა განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს სწორედ ეკონომიკური მდგომარეობა ოჯახებისა, რომელიც საქართველოში დღეს სამწუხაროდ არსებობს. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას მიმზიდველი გარემო ამ ტექნოლოგიების ბაზრის განვითარებისთვის, არა მხოლოდ იმპორტისთვის, არამედ ადგილობრივი წარმოებისთვის, მოხდეს სუბსიდირებული ენერგიის, ვთქვათ, ამ არაეფექტური სუბსიდიების მოხსნა და ფოკუსირებული სუბსიდიების უზრუნველყოფა სწორედ სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობისთვის, რომელსაც მართლა არ აქვს საშუალება, ვთქვათ, ახალი თანამედროვე ტექნოლოგიებზე კონდეს ხელმისაწვდომობა. ახალი რეალობა ევროპაშიც, ჩვენთანაც და გვჭირდება თანამედროვე უფრო ინოვაციური ეფექტური ენერგეტიკული ტექნოლოგიები, როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომერციულ და საჯარო სექტორში დასანერგად.